ახალი დღის, ახალი რიტმი. დღის აქტუალური საკითხები საზოგადოებრივი აზრის პრიზმაში. თემატურად მრავალფეროვანი გადაცემები და რუბრიკები. დღის მთავარი სტუმრები და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი თანაწამყვანები. დღის პრობლემური შეკითხვები და კომპეტენტური პასუხები. 12 საათიდან 17 საათამდე. მოიგე დრო, გაიგე მთავარი. ეს არის დღის არხი, რადიო იმედზე. ნინო მეუნარგიასთან ერთად. დღის აქტუალური თემა. მშვიდობის მოგესალმებით, აქტუალური თემით დაგიბრუნდით სტუმართან ერთად. ზალან ჯაფარიძე ანალიტიკოსია სატელეფონო ხაზზე, რაც შეეხება საუბრის თემა შიდა პოლიტიკა, საპარლამენტო არჩევნები 2020. მოგესალმებით ბატონო ზალ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს რადიო მსმენელს. მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ, როგორც დავაანონსებთ, ჩვენ საუბრობთ შიდა პოლიტიკაზე, უბრალოდ განვაგრძობთ საუბარს. და ჩემი პირველი კითხვა იქნება თუ რა შეიძლება იყოს ქართული ოცნების და ოპოზიციის დიალოგის შედეგი თქვენი აზრით, მით უმეტეს რომ ოპოზიციას აქვს მკაფი ოპოზიცია და ითხოვს ვადამდელ არჩევნებს. გისმენთ? რაც შეეხება შედეგს, სამწუხაროდ ჯერჯერობით ოპოზიცია როგორც ჩანს არაპირებს არავითარ კომპრომისზე წასვლას და აქედან გამომდინარე მე ცოტა არ იყოს პესიმისტურად უყურებ თვალსაჩინო მომავალში რაიმე კონკრეტული შედეგის დადებას, იმიტომ რომ მათ წარმომადგენლები ამბობენ რომ ერთადერთი სალაპარაკო თემა რაც მაგიდაზე დარჩა ეს არის ვადამდელი არჩევნების ჩატარება, ხოლო ამის გაკეთება კი არც ამართლებდება და კონსტიტუციურად ამჟამად არ არის შესაძლებელი და ამაზე საუბრობენ ამ საკითხის ექსპერტები, ვისაც ამ საკითხებში თუ ამოიკითხება და პრაქტიკულად პოლიტიკაში ჩაუხედავი ადამიანისთვისაც კი ნათელია რომ ეხლა ამ პირობებში ვადამდელი არჩევნების ჩატარება თუნდაც ფინანსური კომპონენტიდან გამომდინარე არის აბსოლუტურად არარეალისტური. ეს არარეალისტურია ასევე იქიდან გამომდინარე, რომ პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა აღიარა, რომ მიუხედავად დაშვებული გარკვეული ხარვეზებისა, არჩევნები იყო ლეგიტიმური და აქედან გამომდინარე არჩევნების გაუქმების უბრალოდ არც პოლიტიკური და არც ლეგალური საფუძველი ერთგვარად არ არსებობს. კი ბატონო, და ეს რადიკალური განწყობა, რაც მოუტანს ოპოზიციას, რაც მოუტანს ხელისუფლებას და ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობამდე ხომ არ მივალთ? ისმენთ? იცით რა არის ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა დადგება მაშინ თუ ქვეყანაში დადგება სერიოზული პოლიტიკური კრიზისი და სახელმწიფო ინსტიტუტებს აღარ შეიძლება მართვა, როდესაც თქვენ პარლამენტი იქნება არა უფლება მოსილი, ხოლო ჩვენ კიდევ დღევანდელი კონფიგურაცია ვხედავთ, რომ პარლამენტში აგროვდება დეპუტატების იმდენი რაოდენობა, რომელიც აძლევს საშუალებას პარლამენტს თუ იფუნქციონიროს იმის გამოკლებით, რომ მას არ შეიძლება მიიღოს კონსტიტუციური კანონი, თორემ სხვა მხრივ მას შეუძლია გააგრძელოს ფუნქციონირება, მიიღოს კანონები. რა თქმა უნდა, ხა ერთპარტიული პარლამენტი ახლა ლეგიტიმაციის და ასე ვთქვათ პოლიტიკური კონიუნქტურის კუთხით არ გამოიყურება თქვა პოზიტიურად, მაგრამ ის რომ თქვა დადგეს სახელმწიფო კრიზისი, ამაზე საუბარი ნადრევია, ხო? რაც შეეხება ოპოზიციას, მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თანამონაწილეობა და პატი მედიაციით გამართული მოლაპარაკებების რაუნდები გამოიღებენ იმ შედეგს, რომ ისინი შეძლებენ ოპოზიციის რაღაც გონიერი ნაწილის დარწმუნებას იმაში, რომ ხმების გადათვლის შემდეგ, რაც შესთავაზა მათ ხელისუფლება და მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორედ ყველაზე უფრო ოპტიმალური გამოსავალი ამ შემთხვევაში გაიგრძელოს ის უბნები და ყველა დარწმუნდეს იმაში, რომ რამდენად სწორად არის დათვლილი ხმები. გასაგებია, ბატონ ზალ, ჩაგიკითხებით. გამჭვირვალეთ და ის რომ კითხები აფერხეს და ოპოზიცია მაინც გადაწყვიტა, რომ რადიკალურ
თუ ფიცეთის მიზდიოს აქ ჩნდება კითხვა თუ საგამდე ეყოფათ მათ რესურსები და რამდენად მოისურვებს საზოგადოება თუნდაც მათი მხარდამჭერები გაყვან მათ ამ რადიკალურ სცენარში. დიახ და როგორ ფიქრობთ, არსებული რეალობა არის თუ არა პოლიტიკური კრიზისი და თუ კრიზისია, ამ კრიზისის დაძლევის რა მეთოდები შეიძლება გამოიყენოს ხელისუფლებამ? ზოგადად ჩვენ გამოსავალს ვეძებთ, ხო? კი ბატონო, ვეძებთ გამოსავალს, ახლა არსებული ვითარება შეიძლება შეფასდეს როგორც თქვა წინა კრიზისული ფაზები, სრულფასობა კრიზის მე ამას ვერ დავარქმევდი, მაგრამ ამ შემთხვევაში წინა კრიზისული ვითარება მაინც არის გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ არ ვიცით რაც მოიმოქმედებს ოპოზიცია როგორი იქნება თქვა ხელისუფლების და ის მომხრეების რეაქცია არ არის გამორიცხული ის რომ თქვა მოხდეს გარკვეული საპასუხო ძალისმიერი მოქმედებები მით უმეტეს ოპოზიციის მიერ დაგეგმილი რადიკალური აქციების ფონზე ხო მათ როგორც იცით სირცხულის დერეფნების მოწყობა დაგეგმილი არჩევნების მეორე ტურზე აქ დღეს მოხდა კიდე რამდენიმე ძალადობრივი აქტი ეს რა თქმა უნდა ის ქვეყანაში ისეთ გარემოს რომელიც არ შეიძლება დაარქვათ ნორმალური გარემო მეორე ტურის წინაშე და მე ხლა ისწრება ეჭვი რომ ხელოვნურად ხوار ხდება აი ესეთი გარემოს შექმნა რომ შემდეგ ოპოზიციას მიეცეს იმის აგო საფუძველი რომ აი ხედავთ არჩევნების მეორე ტურის აგო ძალადობრივი გარემოს ფონზე მიმდინარეობს და ზოგადად აი როგორ წარმოგიდგენიათ მაინც ყველაზე ცუდი სცენარი რა შეიძლება ოპოზიციის მკვეთრ უარს მოყვეს მკვეთრ უარს შეიძლება მოყვეს ის რომ ოპოზიცია გააგრძელებს თავის აქციებს შეიძლება შეეცადოს რა ვიცი თუმა იპოვნა თავის თავში აქ რესურსები რაღაც რადიკალური ქმედება განახორციელოს თორემ პარლამენტი დაიწყებს მუშაობას და გაემეოროს ის სცენარი და სცენარიც მათ ჰქონდათ თქვა 2019 წლის 20 ივნისს და მეორე სცენარი შეიძლება იყოს ის რომ უბრალოდ აქციების მილევად რეჟიმში გადასulis კვალობაზე უბრალოდ ეს აქციები აქ თავისთავად აქ ჩაიფერხოს და ოპოზიციის ერთი ნაწილი შევიდეს პარლამენტში და ზოგადად აი მაინც ხო ჩვენ საუბრობთ სულ გამოსავალზე ხო ნუ ოპოზიციაში რაღაც გარკვეული გაურკვევლობა განხეთქილებას აქვს ადგილი ხო ნაწილი აქციაზეა ნაწილი არა ნაწილს დაუშვათ მოიაზრება რომ შეიძლება პარლამენტში შევიდეს იქ ნაწილს დაუშვათ სააკაშვილის ჩამოსვლამ და ნაწილს არა და აი ეს ზოგადი ფონი დაუშვათ რა სურათს ქმნის და რა სცენარი შეიძლება მართლაც საბოლოოდ განვითარდეს და რამდენად მნიშვნელოვანია კიდევ მინდა დააკონკრეტოთ დიალოგში დიპლომატიური კორპუსის ჩართულობა ანუ გამოსავალი სად იქნება მაინც ისიც რა არის გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია იმის თავაზე თუ რა საკითხები არის განხილული და რა საკითხები უნდა იქნას განხილული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მედიატორების გამართულ შეხვედრებზე ხო შესაბამისად ესეთი მცირე ინფორმაცია გვაქვს და მე თქვენ გეუბნებით იმ ინფორმაციის საფუძველზე რაც საჯარო სივრცეშია და რაც უკვე არის დადასტურებული და ეს ინფორმაცია იძლევა იმის თქმის საშუალებას რომ ჯერჯერობით ოპოზიცია ცდილობს რომ რაღაცნაირად სახე შეინარჩუნოს და განაგრძოს ეს რადიკალური აქციები სანამდე ეყოფა ეს რესურსები მაგრამ ასევე ჩვენ ხედავთ გარკვეული ოპოზიციონერი ლიდერების წესდები ფრთხილ განცხადებებს რომ მათ შეიძლება იფიქრონ გარკვეულ პირობებზე პარლამენტში აქ შესწავლას მე პირადად აქ მომისმენია მათგან ასეთი განცხადებები მაგრამ არც ერთ მათგანს ახლა არ უნდა გამოვიდეს თქვა შტრაიკ ბრეხეdes გულში რომ აქ პირველმა დაარღვიოს ეს ეგრეთ წოდებული ხელოვნური ოპოზიციური ერთობა მე მგონი რომ ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ ოპოზიციური პარტიები რომ აქ ნაციონალური მოძრაობის მიერ შეკვეთილ სცენარს მიყვებიან და ანუ ჰარტოვებენ
სივრცეს რაიმე კომპრომისისაზე. აი ეს არის მათი ძალიან დიდი შეცდომა ამ განსაკუთრებით იმ პოლიტიკურ პარტიებისა, რომლებიც აი ახლახან გამოსცენ პოლიტიკურ არენაზე და ქონდათ პრეტენზია რომ რაღაც აქ მესამე ძალა ჩამოყალიბებულიყვნენ. ბატონო ზალ, ინფორმაცია მაინც მწირია და სავარაუდოდ რა შეიძლებოდა ყოფილიყო მოლაპარაკების საგანი? მოლაპარაკებების საგანი შეიძლება ყოფილიყო ის ჩემი ვარაუდით თუ რა პირობებზე დათანხმდებოდა ოპოზიცია რომ შესულიყო პარლამენტში, იმიტომ რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ზოგადად აქ როგორც ჩვენ ქვეყანაში ისე რეგიონში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ჩემი ვარაუდით არანაირად არ უნდა აწყობდეთ ეხლა საქართველოში ახალი დესტაბილიზაცია, რევოლუცია, სიტუაციის არევა და აქედან გამომდინარე აქ მძიმე შედეგებით. ამიტომაც მე ვფიქრობ რომ ისინი ცდილობენ რომ ორივე აქ მხარეს შესთავაზოს ისეთი ფორმულა რომ არც ერთმა მათგანმა არ იგრძნოს თავი წაგებულად რომ ყველა მხარე აქ ცოტა რაღაცა დათმოს რომ აქ მოხდეს შეთანხმება რომ ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში და პოლიტიკურმა აქ პროცესებმა გადაინაცვლოს უკვე კუჩიდან პარლამენტში გნით. აი ეს არის ჩემი საზრით ჩვენი საერთაშორისო აქ პარტნიორების და მედიატორების ერთ-ერთი მთავარი აქ მიზანი. მომდევნო რაუნდები ალბათ დაგვანახებს თქვა რა ზეწოლის ბერკეტები აქ დარჩათ მათ ხელში იმისათვის რომ ორივე მხარე აიძულო რომ მივიდნენ რაღაცა კომპრომისულ შეთანხმებამდე. კი ბატონო და მაინც რა უნდა შესთავაზოს ქართულმა ოცნებამ ოპოზიციას რომ მათ პარლამენტში შესვლის აუცილებლობა დაინახონ? ქართული ოცნება ოპოზიციას ვერ შესთავაზებს იმას, რასაც ითხოვს მისგან ოპოზიცია რომ ჩაატაროს ვადამდელი არჩევნები. ყოველ შემთხვევაში მე პირადად ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ფაქტიურად ამ ქართულ ოცნებას მოუწევს იმის აღიარება, რომ მან გააყალბა არჩევნები, ხო? ანუ ამის ვარიანტი არის პრაქტიკულად ნულოვანი. თუმცა ჩვენი კითხე დემოკრატიის პირობებში როდესაც ჩვენ ნახეთ რომ საარჩევნო სისტემა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობით შეიცვალა, მე არაფერს არ გამოურიცხავ, იმიტომ რომ ეხლა შეიძლება რასაც ეხლა ვიტყვი აქ ბევრი კრიტიკა დამისახურო ამის გამო, მაგრამ თუ მოხდა ისე რომ ხელისუფლება მაინც დათანხმდა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, მაშინ ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის, რომ აქ სახელმწიფო თავი ჩამოგვეშალა. გასაგებია და ბატონო ზალა 21 ნოემბერს მეორე ტური გაიმართება არჩევნების და თქვენი მოლოდინი როგორია? ისიც რა არის კარგი კითხვა დასვით, იმიტომ რომ სწორედ მეორე ტურზე გაირკვევა ალბათ რამდენი ოპოზიციური პარტია მიიღებს მასში მონაწილეობას ან თუ არ მიიღებს. აი სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა თუ აპირებს თუ არა რომელიმე ოპოზიციური პარტია შევიდეს პარლამენტში, თუ რომელიმე ოპოზიციურმა კანდიდატმა არჩევნებში მიიღო მეორე ტურში მიიღო მონაწილეობა, ეს უკვე იქნება ერთი პატარა ინდიკატორი იმისა, რომ ისინი როგორც ჩანს მაინც აპირებენ შესვლას პარლამენტში და თუ არ მიიღეს მონაწილეობა, მაშინ ალბათ უკვე შეიძლება აქ ვთქვათ, რომ ოპოზიცია დაადგა აქ საკუთარი მომრჩევლისგან და საკუთარი თქვათ პოლიტიკური მომავლისგან აქ მარგინალიზაციის გზას, იმიტომ რომ თუ თქვენ მიაქცევთ ყურადღება თავად ოპოზიციის ამორჩევლის საკმაოდ დიდი ნაწილი უკმაყოფილოა იმით, რომ თქვათ მათ მიერ მიცემული ხმები ფაქტიურად დაიკარგა და ის პარტიები, რომელსაც მათ ამიტეს პარლამენტში არ შედიან. გასაგებია და ძალიან პოლიტიკურად არამომგებიანი იქნება თავად ამ ოპოზიციური პარტიებისათვის. და ზოგადად არსებული რეალობა პოლიტიკურ ვაჭრობაზე ხო არ მიგვითითებს? როგორ ფიქრობთ? აქ ვაჭრობა პოლიტიკაში მოსული ამბავია, პოლიტიკური ვაჭრობა ყოველთვის გააჩნია, რაზე
აქ ვაჭრობა და რა არის აქ ვაჭრობის თემა ჩვენ ახლა ვაჭრობ რა პრინციპებზე თუ ვაჭრობ რაღაცა პროტესტ რაღაცა კატიკა პარლამენტში დამატებით ადგილებზე და ასე შემდეგ. ანუ გააჩნია რაზე მიდის აქ ვაჭრობა. თორემ ახლა პოლიტიკაში ვაჭრობა აქ ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება. დიახ, და დასასრულს მაინც რაღაც მინდა პოზიტიური ნოტით დავასრულოთ საუბარი. როგორი შეიძლება იყოს შედეგი, რამაც შეიძლება რომ ყველა მხარე კმაყოფილი დატოვოს და რაც მთავარია საზოგადოება დარჩეს კმაყოფილი. იცით რა არის ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული აი იმაზე თუ რა განცხადებებს გააკეთებს აქ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. მე დარწმუნებული რომ არჩევნების თემა იქნება ერთ-ერთი საკითხი, რომელიც იდგება მის წესრიგში ჩვენი ხელისუფლების აქ წარმომადგენლებთან შეხვედრებს და აი მის განცხადებებზე ბევრად იქნება დამოკიდებული ის თუ როგორ განვითარდება პროცესები. თუ მაიკ პომპეომ და მისი სახელით აქტიურად საუბრობს აშშ-ის ადმინისტრაცია ჩვენი აქ მთავარი სტრატეგიული პარტნიორის განაცხადა რომ მიუხედავად დარღვევებისა არჩევნები არის ლეგიტიმური და თქო გამოთქვამს მოსაზრებას რომ ყველა საკითხი გადაწყდეს თქო ცივილური გზით აქ ოპოზიციის პარლამენტის შესვლით მაშინ ოპოზიციის შემდგომ აქ ქცევს შეიძლება უკვე თქო აზრიც კი დაეკარგოს იმიტომ გამოდის რომ ისინი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის რეკომენდაციებით წინამდე მიდიან. გასაგებია. დავალოდოთ პოლონეთის განვითარებას. კი ბატონო, დავალოდოთ. დიდი მადლობა ზაალ ანჯაფარიძე ანალიტიკოსი იყო ჩვენი სტუმარი, წარმატებებს გისურვებთ ბატონო ზაალ, ხოლო საუბრის თემა შიდა პოლიტიკა. შეგახსენებთ რომ 14 საათიან ბლოკში შიდა პოლიტიკაზე ჩვენმა სტუმრებმა ისაუბრებს ასევე ირაკლი ლატარიამ ანალიტიკოსმა და ასევე გიავოლსკიმ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატმა პირველმა ვიცე-სპიკერმა. მოკლედ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას ამასობაში რადიო მედის დღის არხი აგრძელებს მაუწყებლობას. მე მალე დაგიბრუნდებით დროებით. დღის აქტუალური თემა. ეს არის დღის არხი რადიო იმედზე. ნინო მეუნარგიასთან ერთად.